კანდიდატურთა თუ არა საცობები თბილისში მას შემდეგ, რაც ახალი წლიდან დიდგაბარიტიან სატვირთო ავტომანქანებს პიკის საათებში მოძრაობა შეეზღუდა საკითხზე დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. კახაკალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაემორჩილონ რეგულაციას, რომელიც სწორედ საცობების განმტკითვის მიზნით არის მიღებული. შეზღუდვა დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 17-დან 20 საათამდე მოქმედებს. ბევრი მანქანა მოძრაობს განსაკუთრებით პიკის საათებში და გვინდა რომ ეს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები გარკვეული დროის განმავლობაში იყოს შეზღუდული. ეს კანონი უკვე ამოქმედებულია 1 იანვრიდან, მოქმედებს შეზღუდვა დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 17 საათიდან 20 საათამდე ქალაქის კონკრეტულ არეალებზეა საუბარი. ვინც დაარღვევს ჯარიმა არის 1000 ლარი, ამასთან კავშირებითაც გვაქვს ნასაუბრები, თუმცა არავის დაჯარიმება არ გვიხარია და არ გვინდა. მთავარია დავიცვათ აღნიშნული კანონი. სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებული რეგლამენტია დადგენილი და მათთან მიმართებით შეღავათი მოქმედებს 1 სექტემბრამდე. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს დავაკვირდებით და ისინიც დააკვირდებიან, ჩვენ კომუნიკაცია მათთანაც ჰქონდა, ზოგადად ბიზნეს სექტორთან ჰქონდა კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ყოფილა სამხრივად შემუშავებული რეფორმა. პირადად მე მქონდა მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან. რამდენიმე ფართო შეხვედრა ჩატარდა, ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გაიცა. ძალიან ბევრი კორექტირება გავაკეთეთ, ბევრ რამეში ერთმანეთი გავითვალისწინეთ.